გრიფით საჯარო. ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს. ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები. გრიფით საჯარო. ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე. მოგესალმებით რადიო მსმენელებო, დღეს პარასკევია 8 თებერვალი, დავით აღმაშენებლის ხსენების დღე გილოცავთ. ქუთაისში არსებულ პრობლემებს მოვდენო 5 თვის მანძილზე მოქალაქეები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ და გადაწყვეტენ. აღნიშნული ინიციატივა ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის იმ პროექტის მიხედვით განხორციელდება, რომლის სახელწოდება მოსახლეობის ფორუმი სამოქალაქო ჩართულობისთვის. ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი პროექტის მოსახლეობის ფორუმი სამოქალაქო ჩართულობისათვის უკვე მეორედ ახორციელებს. უფრო დაწვრილებით რას ითვალისწინებს ფორუმი, ვინ ღებულობს მასში მონაწილეობას, როგორია მოსახლეობის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, დაწვრილი მიუძღვის ადგილობრივ თვითმმართველობას და არასამთავრობო ორგანიზაციებს ქალაქში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაში და მოგვარებაში. ამ და სხვა საკითხებზე ვისაუბრებთ დღევანდელ გადაცემაში. სტუდიის სტუმრები გახლავთ ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორი ქალბატონი ლიკაკილაძე, ასევე ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ტარიელ მესხი და შემოგვიერთდება ასოციაცია მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის თავმჯდომარე ბატონი ალუ გამახარია. რეკლამის შემდეგ მეორე ბლოკში შემოგვიერთებიან ქალბატონები ნათიანა მიჭაშვილი, ნანა იდაძე და თამარ ფაჩულია. იგივე თემაზე ვისაუბრებთ. მიიღეთ მონაწილეობა გადაცემაში, გამოთქვენი აზრით არეკეთ სტუდიაში ნომერზე 24 33 75. გამოაგზავნეთ თქვენი შეკითხვები ან მოსაზრებები ჩვენი Facebook-ის გვერდზე. თქვენ ასევე საშუალება გაქვთ თვალყური ვადევნოთ live stream-ის მეშვეობით ვებ პორტალზე www.dk.g. მოკლედ გავხსნათ თემა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. ქალბატონო ლიკა, თქვენ დავიწყოთ. ზოგადად რა არის ფორუმის მიზანი და საიდან წამოვიდა ეს იდეა, რომ მოსახლეობის ფორუმი ქუთაისში ჩატარებული იყო? დიდი მადლობა პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მოწვევისთვის. მივესალმები ასევე რადიო მსმენელებს და მოკლედ გეტყვით ამ პროექტის წინა ისტორიის და შემდეგ აი მიმდინარე პროექტის შესახებ. ეს პროექტი არის დაფინანსებული ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მიერ, მისი სახელწოდება სამოქალაქო ფორუმი, მოსახლეობის ფორუმი სამოქალაქო ჩართულობისთვის და ის მისი მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივ მაცხოვრებლებს და ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობას ერთობლივად კონკრეტული ინიციატივების და ღონისძიებების გამოვლენას, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების და გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის კუთხით. თავად ეს პროექტი პირველად ქალაქ ქუთაისში 2010 წელს განხორციელდა და ის იყო ლატვია-საქართველოს თანამშრომლობის ფონდთან ერთად განხორციელებული და მას მხარს უჭერდა ამერიკული ფონდი ეროვნული შემოწირულობები დემოკრატიისათვის. ეს არის ზოგადად მოსახლეობის ფორუმი, ეს არის განსაკუთრებული მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს ღია დიალოგის წარმართვას მოსახლეობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოებას შორის. და ის ითვალისწინებს პასუხისმგებლობების გადანაწილებას, რესურსების საერთო მობილიზებას და შემდეგ ამ მობილიზებული რესურსების საშუალებით კონკრეტული პროექტების და კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას, ისევ და ისევ მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. თავად მეთოდი არის 2002 წელს შემუშავებული პენსილვანიის უნივერსიტეტში. და ამერიკაში ეს წარმატებით დაინერგა. ხოლო მოგვიანებით დაახლოებით უკვე 2005 წლიდან ის ასევე წარმატებით დაინერგა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ლატვიაში. ლატვიაში უკვე წლების განმავლობაში ამ ფორუმების მოდელებით აქტიურად მუშაობენ როგორც დაკავებულები არიან როგორც ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე თვითმმართველობა აქტიურად უჭერს ამას მხარს. ქუთაისში ეს ფორუმი პირველად საკმაოდ კარგად მაღალ დონეზე განხორციელდა და ის ხორციელდებოდა ასევე ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით. მაქსიმალურად იყო ორგანიზებული მოსახლეობის ფართოფენების მონაწილეობა. უზრუნველყოფილი 10 სამუშაო ჯგუფი იყო, 10 სამუშაო ჯგუფად იყოფოდა მოსახლეობა და თითოეულ სამუშაო ჯგუფში გაწევრიანებულები იყვნენ სხვადასხვა ასაკობრივი ნიშნის, სხვადასხვა სქესის და სხვადასხვა ინტერესების მქონე პირები და ადამიანები. ისინი ერთობლივად ფიქრობდნენ აი ამ კონკრეტულ პრობლემებზე, წინასწარ შერჩეული სფეროების ირგვლივ და ასევე გადაწყვეტილების მიღების გზებზე. ჩვენ გვინდა რომ წელს ეს პროექტი, რომლის ფარგლებშიდაც ეხლა ჩვენ წელს ვაპირებთ ანალოგიური ფორუმის მოწყობას, ზუსტად იგივე მოდელით განვახორციელოთ. თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა არის წელს უკვე მაქსიმალური ძალისხმევა დავხარჯოთ არა მხოლოდ ორგანიზებაზე, არამედ უკვე
ფორუმის შედეგად გამოვლენილი ინიციატივების თუ საპროექტო იდეების განხორციელებაზე. ასევე ერთ-ერთი მთავარი მიზანია ამ პროექტისა, რომ საბოლოო ჯამში ფორუმების მოდელი იყოს ერთ-ერთი მდგრადი მოდელი, რომელსაც თვითმმართველობა მომავალში საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად მუდმივად განახორციელებს და მას გამოიყენებს როგორც ეფექტურ მეთოდს მოსახლეობის ჩართულობისათვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მეთოდის განვითარებას უწყობს თქვენი პროგრამა. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი აქვს თვითონ ამ პროექტს, ეს არის საორგანიზაციო კომიტეტი. საორგანიზაციო კომიტეტი შედგება დაახლოებით 20 ადამიანისგან და როგორც წესი ეს საორგანიზაციო კომიტეტის წევრები არიან საზოგადოებრივი ლიდერები, გადაწყვეტილების მიღები პირები, ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურებიდან, შეიძლება ისინი იყვნენ ბიზნეს ლიდერები და ესე შემდეგ. ანუ ადამიანები, რომლებიც გარკვეულ რესურსებს და გარკვეულ ბერკეტებს ფლობენ გადაწყვეტილების მიღების კუთხით. საორგანიზაციო კომიტეტი თავისთავად შემადგენლობითია და მრავალფეროვანი სფეროებიდან არიან წარმოდგენილი ეს ადამიანები და მუშაობს იმ პრიორიტეტული სფეროების და მიმართულებების განვითარებაზე, რომელზედაც შემდეგ უკვე ფორუმი იმუშავებს. ანუ ფორუმის დროს მოსახლეობა პრობლემების გამოვლენაზე იფიქრებს. და თავად ეს კომიტეტი ასევე არის ერთ-ერთი მექანიზმი იმისა, რომელიც მუდმივად არის ჩართული შემდეგ უკვე გამოვლენილი პრობლემების და შემუშავებული ინიციატივების გადაწყვეტის პროცესში და ისინი მაქსიმალურად უწევენ ადვოკატირებას და ლობირებას უკვე ამ მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფებს, რათა ბოლომდე მიიყვანონ თავიანთი იდეები. ალბათ მსმენელისთვის საინტერესო იქნება მოსახლეობის რა ფენა არის ჩართული ფორუმის მუშაობაში და დაახლოებით რამდენი ადამიანი ღებულობს მონაწილეობას ფორუმის მუშაობაში? აი გეტყვით, სულ ფორუმის მუშაობაში მინიმუმ 100 ადამიანი უნდა იყოს ჩართული. და ესენი იქნებიან მოწვეული ქალაქ ქუთაისის ყველა მუნიციპალური დასახლებიდან, ან ზონიდან. თვითონ ამ მოსახლეობის შერჩევისთვის არის სპეციალური კრიტერიუმები წინასწარ შემუშავებული, თუმცა რა თქმა უნდა საორგანიზაციო კომიტეტი ამ კრიტერიუმების დახვეწაზე აუცილებლად იფიქრებს, იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა მრავალფეროვნება ამ მოსახლეობისა უნდა იყოს აუცილებლად უზრუნველყოფილი, დაწყებული ახალგაზრდებით, დამთავრებული ხანდაზმულებით, ყველა ასაკის ადამიანს უნდა მიეცეს აქ მონაწილეობის საშუალება. ასევე აუცილებლად იქნება გამიჯნული გარკვეული სოციალურად მოწყვლადი ფენისგან წარმოდგენილი ადამიანები, მარგინალური ჯგუფებიდან თუ კი თქვათ ესეთები ამას კომიტეტი თქვათ გადაწყვეტს. აუცილებლად უნდა იყვნენ აქტიური ადამიანები თვითონ ამ მოსახლეობისა და პასიური ადამიანებიც, რომლებიც ნაკლებად შედარებით ინდიფერენტულები არიან, ან უბრალოდ არ ეძლევათ საშუალება იმისა, რომ თავიანთი ხმები მიაწვდინონ თქვათ გადაწყვეტილების მიმღებ მხარეებს. ან მრავალფეროვნება ამ მოსახლეობის ჯგუფების არის ერთ-ერთი გადამწყვეტი იმისა, რომ რაც შეიძლება მეტი ინტერესების და სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანების სურვილების საჭიროებები მოსახლეობის მხრიდან რამდენად აქტიურად არიან ჩართული? თუ გავითვალისწინებთ, აი მაგალითად 2010 წლის გამოცდილებას, თავმად შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო და არა მხოლოდ დაინტერესება. თვითონ ფორუმი პროცედურულად არის სულ 5-6 საათიანი ღონისძიება, რაც დამეთანხმებით რომ რთულია ჩვეულებრივი ქალაქის მაცხოვრებლისთვის დაუძახო და 5-6 საათის განმავლობაში ინტენსიურად ამუშაო პრობლემების გამოვლენაზე და შემდეგ მათი გადაწყვეტის გზებზე, მაგრამ თავმად შემიძლია ვთქვა ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, რომ 2010 წლის ფორუმზე ამ ადამიანებმა სრულყოფილად მიიღეს მონაწილეობა მთელი ამ ფორუმის განხორციელების პროცესში. ანუ დილას მოსული ადამიანები საღამომდე დარჩნენ, ბოლომდე დაესწრნენ ამ ღონისძიებას. აბსოლუტურად ყველა კომპონენტი აი ამ ღონისძიებისა ბოლომდე იქნა განხორციელებული და მეცაც გეტყვით. ჩვენ იმის შემდეგ, როდესაც ფორუმი განხორციელდა, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, დაახლოებით ალბათ 2 თვის განმავლობაში მოსახლეობის ჯგუფები, როდესაც ხვდებოდნენ, გვეკითხებოდნენ რა ბედი ეწია იმ იდეებს, რომელიც შემუშავებულ იქნა ჩვენს მიერ. ანუ მათ ეს ახსოვდათ და რეალურად იქვე გამოხატავდნენ კმაყოფილებას თვითონ ფორუმში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ძალიან კარგი. ტატო, მოდით ვისაუბროთ ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობაზე და როლზე აღნიშნულ საკითხში. თქვენ წინა წლებშიც 2010 წელს საშუალება გქონდათ ჩართულიყავით ფორუმის მუშაობაში. და ვისაუბროთ, რამდენად აქტიურად არიან ჩართული მოსახლეობის ფენები ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პირველ რიგში მოგესალმები რადიო მსმენელს და ინტერნეტ მაყურებელს, ულოცავ დღევანდელ დღეს, დავითობას. რაც შეეხება საკითხს, ადგილობრივი თვითმმართველობა ვფიქრობ დაინტერესებულია და უნდა იყოს დაინტერესებული ასეთი სახის ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა. მოსახლეობის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ღიაობა მოსახლეობასთან საკმაოდ ეფექტურს ხდის ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობას. გამომდინარე აქედან ჩვენ მაშინ ლიკას მოწვევით ერთად ვიყავით ლატვიის რესპუბლიკაში, სადაც ერთად ნახეთ ამ პროექტის მიმდინარეობა.
გაგვიზიარეს მათ როგორც გახსოვთ თავიანთი შეხედულება პროექტთან მიმართებაში და უკვე 2010 წელს დაიგეგმა ეს ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობა მაშინ დამეთანხმება ქალბატონლიკა ჩართული იყო ამ ორგანიზების კუთხით და რაც შეგვეძლო მაშინ ჩვენს მიერ იქნა დახმარება გაწეული. გადახმარებაზე არის საუბარი 2010-ში ეს იყო ორგანიზების კუთხით რაც შეეხება თვითონ ფორუმის ჩატარების ადგილმდებარეობა, ტრანსპორტირება და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებში და მათ შორის მონაწილეობა თვითონ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ზოგადად ფორუმში და შემდეგ ფორუმზე დასმული საკითხების დაწინაურების განხილვასა და მის ფასო ტრანსპორტირებაზეა საუბარი არა? ანუ ადამიანს რომელსაც სურვილი აქვს დაეცროს ფორუმის მუშაობას, უზრუნველყოფილი იქნება მისი ტრანსპორტირება. შარშან ჩვენ 2010-ში მაშინ ეს გაკეთდა. თუმცა ეს არ არის მხოლოდ ის, რითაც ადგილობრივი თვითმმართველობა ამ პროექტში უნდა მონაწილეობდეს. დღეს ჩვენ ლიკასთან მქონდა ამ საკითხზე კონსულტაციები და ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად უნდა იყოს და მეტად შევძლებთ წელს ადგილობრივი თვითმმართველობა ამ კუთხით ჩართვას. თუმცა ჩვენი მიზანია და როგორც ხედავ პროექტის ორგანიზატორების სურვილიც და მიზანიც, რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი დაიხვეწოს და რაღაც დოზით ადგილობრივმა თვითმმართველობამ აიღოს პასუხისმგებლობა უკვე შემდეგ ამ ფორუმების მოწყობაზე და ამ ფორმით მოსახლეობასთან კონტაქტზე. იმიტომ რომ გამოცდილებიდან მახსოვს საკმაოდ ინტერაქტიული, საკმაოდ საინტერესო საშუალება მოусმინო უშუალოდ ქალაქის მოსახლეობას მათგან დაინახო მათი თვალით დანახული პრობლემები, ამ პრობლემების მოგვარების გზებს როგორ ხედავენ და უბრალოდ ბევრი იდეა და ბევრი წინადადება მოგაწოდონ თავიანთი და თან ამ ყველაფერში თავი იგზნონ ჩართულად, არა მარტო იგზნოს სინამდვილეში ეგრე არის და ამ ყველაფრის განხორციელებაში თავიანთი წვლილი შეიტანოს. ამიტომ ვფიქრობ ძალიან თანამედროვე ახალი და ნოვაციური ფორმა ხალხთან ურთიერთობის და ალბათ ეს უნდა გავითვალისწინოთ და განმოვიხოთ. და რაც შეეხება უშუალოდ მოსახლეობის აქტიურობას ადგილობრივი თვითმმართველობაში მიმდინარე პროცესებში. რამდენად აქტიურად არიან ისინი ჩართული? თქვენ როგორც საკრებულოს დეპუტატი? ესე იგი მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ამის მსგავსი გვაქვს ადგილობრივ თვითმმართველობაში პროექტი ბიუჯეტი ხალხთან ერთად, რომლის პროცედურაც ეგეთია, სადაც მოსახლეობასთან ხვდებით და თქვენ მიდიხართ უშუალოდ. განვიხილავთ და ვისმენთ მას აზრს თუ როგორ უნდათ იყოს ქალაქის ბიუჯეტში თავიანთი პრობლემები წარმოდგენილი. ამ პროექტის პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ საკმაოდ დაინტერესებულია მოსახლეობა იყოს ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მიიღონ მონაწილეობა ამ ყველაფერში და ისმოდეს მათი ხმა, ამიტომ ვფიქრობ და თან ამ პირველ ჩატარებულ ფორუმზეც ეს გამოიკვეთა, ამიტომ არ მგონია, რომ მოსახლეობა არ იქნება აქტიური, პირიქით თვლი, რომ აქტიურად ჩაემება და ხარ საუბარს ამ პროექტის განხორციელებას. ქალბატონლიკა, რაც შეეხება სფეროების განსაზღვრა როგორ ხდება და პრობლემების იდენტიფიცირება. გეტყვით. ანუ ესიც არის საორგანიზაციო კომიტეტის კომპეტენცია, ასე ვთქვათ. ანუ ეს არის ვინაიდან ის არის მრავალფეროვნებით თავის შემადგენლობის თვალსაზრისით და ეს არის ის ხალხი კომიტეტში გაწევრიანებული, რომლებიც მეტნაკლებად ფლობენ ინფორმაციას, ვთქვათ, ძირითადი პრობლემების, საჭიროებების და ქალაქის განვითარებასთან მიმართებაში პრიორიტეტული სფეროების მიხედვით. ამიტომ ისინი გადაწყვიტავენ საბოლოო ჯამში რომელი სფეროები იქნება რეალურად ფორუმისთვის უკვე სამოქმედო სფეროებად განსაზღვრული. და შემდეგ მცირე ჯგუფებში იმუშავებს მოსახლეობა თვითონ აი ამ განსაზღვრული იდეების, თემების ირგვლივ. მაგრამ შარშანდელი მაგალითი რო გავითვალისწინოთ, იყო სულ 10 სფერო განსაზღვრული და ალბათ წელსაც ასევე იქნება. ამათიდან იყო მაგალითად ეკონომიკური განვითარება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო, ინფრასტრუქტურა, ახალგაზრდების ჩართულობა და შესაძლებლობები, თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასა და სამოქალაქო სექტორს შორის. იყო ერთ-ერთი მიმართულება უსაფრთხოება, განათლება და ასე შემდეგ. ანუ ეს ძირითადად ის სფეროები იყო, რომლებიც ნამდვილად აწუხებს მოსახლეობას. ნამდვილად დიდი წვლილი აქვს მას მოსახლეობის, ქალაქის და ქვეყნის განვითარების საქმეში და შესაბამისად წინა გამოცდილება აუცილებლად იქნება ალბათ გათვალისწინებული ახლანდელი ახალი კომიტეტის მიერაც. ბატონი ალუ შემოგვიერთდა. ბატონო ალუ, თქვენ იყავით 2010 წელს საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელი. თქვენ თვალთახედვით რა საჭიროებები არის გამოკვეთილი და რა არის აქტუალური ქუთაისში მაცხოვრებლებისათვის? პირველ რიგში მინდა ვისაგლო შემთხვევით და მივესალმო
რადიო მსმენელს, მივესალმო ინტერნეტ მაყურებელს და მაყოფილება გამოვთქვა იმაზე, რომ ასეთი აქტუალური საკითხის ღონისძიების ჩატარება, როგორც ეს სახალხო ფორუმი იყო ქუთაისისთვის, ეს ისევ დღის წესრიგზე და მოხდება ამის განხორციელება წელს და ძალიან მალე, რამდენად ვიცი, ჩვენი ასე ვთქვათ, საერთაშორისო კომიტეტი ემზადება მალე დააზუსტოს თარიღის და მე მგონი უკვე დააზუსტებული არის მარტის თვეში ჩატარდება ეს ღონისძიება. და სასიამოვნო ის არის, რომ ესე იგი რაც საქართველოში მიმდინარე განახლების პროცესს დაემთხვა კიდევ ეს ფორუმი, როდესაც მეტი ყურადღება არა მარტო ქალაქის მხრიდან, არამედ მთელი სახელმწიფოს მხრიდან იქნება გამახვილებული სოციალურ პრობლემატიკაზე და კონკრეტულად ადამიანის მოთხოვნილებებზე. ეს ერთ-ერთი პოზიტიური, ასე ვთქვათ, პოზიტიურ ფონს ქმნის იმისათვის, რომ ეს მომავალი ფორუმი იყოს უფრო ნაყოფიერი, უფრო მეტი ინტერესით მოეკიდოს ამას ქალაქი და საზოგადოება მთლიანად. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რა საკითხები იყო აქტუალური და რა საკითხები არის დღესაც აქტუალური. ეს აი როგორც იყვიან დღის წესრიგიდან მოუხსნელი თემაა დასაქმების პრობლემა. მაშინაც წინა ფორუმზეც კონკრეტულად მეც იმ ჯგუფში მუშაობდი ზუსტად, რომელიც ამ პრობლემებს იხილავდა, ზუსტად აი დასაქმების პრობლემებს და იქ ერთ-ერთ პირველ ადგილზე საზოგადოებამ მოსახლეობამ დაასახელა დასაქმების პრობლემა. ანუ უმუშევრობასთან ბრძოლა. ეს პირდაპირ კავშირშია სიღარიბის დონესთან, ეს პირდაპირ კავშირშია შემოსავლების გენერაციასთან, რომელიც მერე თავისთავად იწევს იმ სოციალურ პრობლემებს, რომელიც არსებობს საზოგადოებაში, სხვა მედიცინის კუთხით და სხვა კუთხით, განათლების, მედიცინის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუნდაც იგივე ვთქვათ, რადგან დღეს აქტუალური თემაა ის რომ ესე ვთქვათ სამომხმარებლო კალათა მისი შესაბამისობა შემოსავლებთან, პენსიის დონე, ყველაფერი თუ კარგად იქნა გადაწყვეტილი დასაქმების პრობლემა, მუშაობის დაძლევის პრობლემა, ის ავტომატურად უკვე იწვევს ამ სხვა საკითხების სიმწვავის შენელებას, ყოველ შემთხვევაში შემცირებას. ამდენად, ესე იგი, ამ ფორუმს სერიოზული ამოცანა აქვს წინ და ეს ერთ-ერთი პრობლემა დღესაც რჩება, როგორც მოგეხსენებათ, საარჩევნო პერიოდში სულ ჟღერდა ხო ეს თემატიკა, რომ საქართველოში ეს როგორც წინა მთავრობა, ისე ახალი მთავრობა ორივე ამაში სწორად შეთანხმებული იყო და თანხმდებოდნენ იმაში, რომ ეს არის ნომერი პირველი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში. დასაქმების პრობლემა. როდესაც იგივე NDS გამოკვლევების სხვა გამოკვლევები ასახელებენ, რომ ასეთ ციფრებს, როცა 60-70% ქვეყნის მოსახლეობის თავის თავს დაუსაქმებლად თვლის, ეს სერიოზული საგანგაშო პრობლემაა უკვე. როგორც ცნობილია, პროექტის მუშაობის შედეგად საპროექტო წინადადებები არის შემუშავებული. აი თქვენ გურირებდით დასაქმების სფეროს. აი რა საპროექტო წინადადება იქნა შემუშავებული და რეალიზებადი თუ არის ეს საპროექტო წინადადება? სხვაშორის რამოდენიმე მე ახლა წინადადების საერთოდ ბევრი იყო, ბევრი და ძალიან კონკრეტულ წინადადებს ასახელებდა ხალხი, მაგრამ საბოლოო ჯამში გამოიკვეთა რამოდენიმე წინადადება ამ საქმის, ასე ვთქვათ, ამ დასაქმების კუთხით, ამ პრობლემის დაძლევის და ერთ-ერთ კი არა პირველ ადგილზე ამ საკითხში გამოვიდა, ესე იგი, როცა საქმე მივიდა იქამდე ბოლოს და ბოლოს ერთი რა წინადადებაზე შევჭერდეთ, მაშინ გამოვიდა, ასე ვთქვათ, პრობლემა, ამოტივტივდა, ასე ვთქვათ, პრობლემის გადაწყვეტის გზა ბიზნეს ინკუბატორის შექმნით. ეს იყო ერთ-ერთი ესე ვთქვათ სერიოზული და ანუ რამდენიმე პრობლემა არის და შემდეგ და ხო იქ ხდება ჯერ 5 პრობლემის ამოჩვენა, მერე 3, მერე 1. ასე წაიყვანეს მაშინ წამყვანება და ბოლოს დარჩა ერთი პრობლემა კი არა, ამ პრობლემა ისედაც აქტუალური პრობლემა ხო დასაქმება იყო. ამის გადაჭრის გზების იყო რამოდენიმე გზა ამის გადაწყვეტის. და ერთ-ერთი გზა ეს იყო ესე იგი ბიზნეს ინკუბატორის ამოქმედება ქუთაისში. ქუთაისში ბიზნეს ინკუბატორი, ანუ თავისებური ერთგვარი დასაქმების ცენტრია ბიზნეს ინკუბატორი. ახლა ამაზე შეიძლება თუ დრო გვაძლევს ახლა სხვა შორის მაშინ იმ დროს, როდესაც ამაზე იყო
საუბარი არსებობდა კონცეპტუალურად ჩამოყალიბებული ესე იდეა ბიზნეს ინკუბატორის თაობაზე. მაგრამ უნდა გითხრათ პირდაპირ რომ ამ ფორუმმა მისცა სერიოზული იმპულსი იმას რომ გაგრძელებულიყო მუშაობა ბიზნეს ინკუბატორზე სანამ თქვათ რაღაც კონკრეტული რეალური ამ იდეის განხორციელების მხარდამჭერები გამოჩნდებოდნენ. თუმცა ახლაც მიდის ეს პროცესი, მაგრამ უკვე გაცილებით წინ ვარ წასული იმის შემდეგ 2 წელი გავიდა. და სერიოზულად უკვე ჩამოყალიბდა არა მარტო კონცეპტუალურად, არამედ რეალურად მიდის უკვე მუშაობა და მინდა აქვე ვთქვა რომ უკვე კოალიცია შექმნეს და კაბატონი ლიკა და მისი ორგანიზაცია ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს ამ კოალიციაში და სხვაებიც უკვე შექმნილია ბიზნეს ინკუბატორი იურიდიულად გაფორმებულია ამ კოალიციის მხრიდან და ჩამოყალიბებულია ასე ვთქვათ ამ ბიზნეს ინკუბატორის უკვე მუშაობის გზებიც უკვე კონკრეტულად ტექნოლოგია რა ეს მისი მართვის ყველანაირი ესე ვთქვათ რა მიმართულებითაც უნდა იმუშაოს და როგორ უნდა უზრუნველყოს ამ პრობლემის გადაწყვეტა ესე იგი ჩამოყალიბებული მე ციფრებს დავასახელებ პირდაპირ გეუბნებოდა ესე წელიწადში ესე იგი ბიზნეს ინკუბატორი გამოუშვებს ასე ვთქვათ 6 თვიანი სტაჟირების შედეგად 200 ადამიანს მაგრამ ეს უკვე იქნება უბრალოდ დასაქმებული კი არა დამსაქმებელი 200 დამსაქმებელს მის მომზადებას უზრუნველყოფს სტაჟირების გზით ისინი რეალური ბიზნესებში 20-მდე რეალური ბიზნესი რომელიც ამ უკვე 4 უკვე არის და კიდევ 15 განლაგდება ამ ბიზნეს ინკუბატორში 20-მდე ბიზნეს მიმართულება სხვადასხვა მიმართულებაა ბიზნესების რომელიც მოთხოვნილია რომელიც დღეს ასე ვთქვათ საბაზრო და კონკურენტულ გარემოში ადაპტირებულები არიან და მოქმედებენ ყოველგვარი დახმარების გარეშე ან თვითონ უკვე ეს ბიზნესები მოქმედებენ აი იქ ყოველ 6 თვეში 5 ადამიანი გაივლის სტაჟირებას რომელიც ფაქტიურად ესე ვთქვათ ამ ადამიანებისგან ისწავლიან ყველაფერს აი თქვათ კატაზე რო ხუმრობენ ხეზე აცოცხვის ჩათვლით რა თუ ვინც ახლა არ ვიცი რამდენად ზოგიერთი დათმობს ამ ნოუ-ჰაუს თავის კომპანიაში მაგრამ მე მგონი არ უნდა გაუჭირდეთ არავის რომ ახალგაზრდობამ დღეს ისწავლოს თქვათ ეს გადატანითი მნიშვნელობით თქვათ თუნდაც ხეზე აცოცხვა ხო გადასავით ესე ვთქვათ ანუ მოერგოს ბიზნეს გარემოს დღევანდელ ბიზნეს გარემოს ამა თუ იმ სფეროში და ამ რომელი სფერო ეს თვითონ აირჩევს ამას ამ 20 კამპანიას ყველა სხვადასხვა სფერო იქნება აქედან აირჩევს და კონკრეტულად ისწავლიან ამა თუ იმ სფეროში როგორ უნდა იმოქმედო რომ შენი ბიზნესი იყოს წარმატებული გამართული და ის მდგრადი გახდეს ეს ბიზნესი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბიზნეს ინკუბატორის განსხვავებულობა სწორედ და ჩვენი პროექტის განსხვავება სწორედ იმაში არის რომ ჩვენ ის ადამიანი რომელიც მოხდება ამ ბიზნეს ინკუბატორში მას არ მოვეშვებით მანამ სანამ ბოლომდე ეს ადამიანი არ აწყობს თავის ბიზნეს. ეხლა დასაქმების კუთხით აქ ორი საფეხური არის. პირველი საფეხური დამსაქმებლის გამოშვება 200 კაცი წელიწადში, მაგრამ ეს დამსაქმებელი რა დამსაქმებელია თუ 2-3 კაცი მაინც არ დაასაქმა მერე. ესე გამოდის რომ ეს 200 უნდა გავამრავლოთ კიდე უნდა 3-ზე. ეს გამოდის მინიმუმ 600 კაცი დასაქმებული ყოველ წელიწადში. ეს უკვე ამ ქალაქისათვის პატარა ასე ვთქვათ პატარა არ არის. ამიტომ ძალიან სერიოზულად დავფიქრდეთ უკვე და კარგი იქნება ვინც ამას უსმენს უკვე დაიწყოს დღეს ფიქრი ემზადოს იმ ფორუმისათვის რომელიც ქალაქში მოეწყობა და ემზადოს თავისი იდეები და წინადადებებით. არა მარტო იმაზე რომ ეს გამოვავლინოთ რომ დასაქმება ყოფილა მთავარი პრობლემა ეს ისედაც ვიცით მაგრამ ამ რატომ არის მოდით უფრო ჩაუღრმავდეთ იქნებ მეორე ძალიან მოკლედ თუ შეიძლება ჩაუღრმავდეთ ამ პრობლემას რატომ შეიქმნა ეს პრობლემა და მეორე გზით რატომ უნდა წავიდეთ მაინც და მაინც ამ გზით არის თუ არა ეს ყველაზე ეფექტური გზა ეს ბიზნეს ინკუბატორი ან კიდევ უფრო იქნება სხვა ეფექტური გზა და ამ გზაში კიდევ ისეთი იდეები რომ ეს ბიზნეს ინკუბატორი თუ იქნებ ისევ იქნა არჩეული ერთ-ერთ თავად მიმართულებად გზად დასაქმების პრობლემის გადაწყვეტისა მაშინ როგორ გავხადვის უფრო ეფექტური მე მგონი ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა ამ ფორუმში. ქალბატონო ლიკა და ტატო თქვენ მყოფებოდით სასწავლო ვიზიტით ლატვიაში. იქნებ ლატვიის მაგალითებიც მოვიყვანოთ, რა განსხვავებას ხედავთ იგივე ლატვიაში არსებული თვითმმართველობასა და ქუთაისში მოქმედ თვითმმართველობებს შორის. ფუნქციების გადანაწილების მხრივ იქ როგორ არის, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები ადგილობრივ დონეზე. არა, სამართლებრივად ჩვენი და ლატვიის თვითმმართველობები თითქმის ერთ საფუძველზე იმყოფებიან.
უბრალოდ თუ ჩვენ გვაქვს საუბარი მოსახლეობის ჩართულობის ზრდასთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში მინდა ვთქვა, რომ ეს ფორუმი საკმაოდ კარგი ინიციატივაა, რომელიც კიდევ ერთხელ იძლევა საშუალებას მეტად ჩართოს საკუთარი ქალაქის მოსახლეობა ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებაში. და პლუს ამას ამ ფორუმით ჩვენ იქაც ადგილზე ვნახეთ მოსახლეობა ლოკალურ თავიანთ ვიწრო ინტერესებს და პრობლემებს ასახელებენ, წარმოაჩენენ და შემდეგ ამის გადაწყვეტაში თანამონაწილეობით, როგორც თავიანთი შესაძლებლობებით, თავიანთი ძალებით ისე არასამთავრობო სექტორის, ისე თვითმმართველობის მონაწილეობით ამ ლოკალურ ვიწრო პრობლემებს აგვარებენ. ანუ ეს არის ერთგვარი თანამშრომლობის, თანამონაწილეობის ფორმა ლოკალური ვიწრო ინტერესების თუ პრობლემების მოსაგვარებლად და თან ამ ყველაფერში ჩართულია თვითონ არა მარტო ესა და ამ ვიწრო პრობლემის წინაშე რჩება არა მხოლოდ ეს მოსახლე, არამედ მასთან ერთად უკვე თანამონაწილე ამ პრობლემის დაძლევაში ხდება უკვე თვითმმართველობა და არასამთავრობო სექტორი. ამიტომ ეს ერთგვარად არის კარგი საშუალება მიეცეს მოსახლეობას საშუალება თავიანთი პრობლემების და აქ მე მაქვს საუბარი უფრო მე იდეაში ეგრეთ წარმოვიდგინე უფრო ვიწრო პრობლემების წარმოჩენის დაყენების წინა პლანზე წამოწევის მისი სააშკაროზე გამოტანის და ამ პრობლემის მოგვარებაში უკვე მრავალი კუთხის და მრავალი სექტორის ჩართვას. ანუ ლატვიის რესპუბლიკაში ჩვენ ვნახეთ ორი მაგალითი, ორი თემის მაგალითი, ანუ ერთი სადაც პატარა თემი იყო, სულ 2000-მდე მოსახლეობა ყავდა იმ ერთ კონკრეტულ იმას მუნიციპალიტეტს და იქ მოსახლეობა ძირითადად ორიენტირებული იყო ფორუმების დროს იმ კომპეტენციების და იმ საკითხების გადაჭრაზე, რომელიც თვითმმართველობის პირდაპირ უშუალო მოვალეობებში და კომპეტენციებში არ შედიოდა. რა თქმა უნდა, აქ უკვე თემის წვრილი გაცილებით უფრო დიდი იყო, ვიდრე თქვა თვითმმართველობისა, თუმცა თანამშრომლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ნახეთ ასევე ცოტა უფრო მოზრდილი თემი, რომელიც დაახლოებით ქუთაისის მაგალითს კარგად მიესადაგებოდა, აქ უკვე შედარებით უფრო დიდი და შედარებით უფრო მასშტაბური პრობლემები განიხილებოდა. მე აქვე მინდა შევეხო თქვა წინა ფორუმის შედეგს, იქ წინა ფორუმმა კარგად დაგვანახა, რომ მოსახლეობაში რეალურად იდეების ფორმირების პროცესში გაიყო მოსაზრებები და ხედვები. ანუ მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა შედარებით პატარა ინიციატივები შეიმუშავა, რომელიც ლოკალურ დონეზე ნამდვილად მოგვარებადი იყო და უბრალოდ საჭირო იყო მოსახლეობის ცოტა მეტი ჯგუფების ძალისხმევა და ცოტა მხარდაჭერა თვითმმართველობიდან, მაგრამ ასევე იყო დიდი იდეები და მათ შორის ერთ-ერთი იდეა იყო სწორედ ბიზნეს ინკუბატორი და კინოთეატრის შექმნა. ნუ ეხლა აქედან აქ უკვე ცოტა უფრო მეტი მხარე უნდა ჩაერთოს, როდესაც დიდი მასშტაბური პროექტები იხილება და აუცილებელი ამ შემთხვევაში ალბათ უკვე საერთაშორისო დონორების მხარდაჭერაც, რომ აი ასეთი მასშტაბის პროექტები განხორციელდეს. წელს კომიტეტის მუშაობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება ალბათ ის, რომ სწორად გამიჯნოს რა ტიპის პროექტებზე და რა ტიპის საკითხებზე იქნება ორიენტირებული, რათა აუცილებლად თითქმის 100%-ით განხორციელდეს თქვა შემდეგ შემუშავებული იდეები. და ჩემი პირადი დაკვირვებით, როგორც ერთ-ერთი მონაწილისა, სწორედ აი გადამწყვეტია ამ შემთხვევაში განისაზღვროს მასშტაბები და რესურსები, რომელიც თვითმმართველობას გააჩნია, რომელიც თემს გააჩნია თვითონ მოსახლეობას და გააჩნია ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინც ამას. ძალიან კარგი. რეკლამაზე უნდა გავიდეთ. მე მსმენელებს შევახსენებ, რომ საუბრობთ მოსახლეობის ფორუმზე. ახლა ეთერში რეკლამის დროა, არ გადართოთ, ჩვენ მალე დავბრუნდებით ტალღაზე FM 7-9. საჩუქარი ყველას აქცია გრძელდება. შეიძინეთ ნებისმიერ მაღაზიაში 2 ლიტრიანი ლუდი ჰერცოგი, გერმანული, საიუბილეო 15 ან არგო ექსპორტი და მიიღეთ საჩუქრად 1 ნახევარ litrიანი საიუბილეო 15. მოითხოვე შენი კუთვნილი საჩუქარი ნებისმიერ მაღაზიაში. საჩუქარი ყველას კასტელ საქართველოსგან. კასტელ საქართველო, ძველი ქალაქის დღის ეთერის გენერალური სპონსორი. დღის ეთერის სპონსორია სავაჭრო ცენტრი 4-იანი. გსურთ შეიძინოთ სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები ან კომფორტულად მოაწყოთ თქვენი ბინის ინტერიერი. გთავაზობთ კარბოლუქს, სამშენებლო და დეკორატიულ აგურსა და ბლოკს, სადარბაზოსა და შიდა კარებებს, შეკიდულ ჭერს, პარკეტს, შპალერს. 4-იანში ინტერიერისთვის შეიძენთ მისაღების, საძინებლის, სამზარეულოსა და აბაზანის ავეჯს, საოფისე სავარძლებსა და მაგიდებს, სანათ მოწყობილობებს. სავაჭრო ცენტრი 4-იანი, ქუთაისი, გუგუნავას ქუჩა ნომერი 13.
საჩუქარი ყველას. აქცია გრძელდება. შეიძინეთ ნებისმიერ მაღაზიაში 2 ლიტრიანი მუდი ჰერცოგი, გერმანული, საიუბილეო 15 ან არგო ექსპორტი და მიიღეთ საჩუქრად 1 ნახევარ litrიანი საიუბილეო 15. მოითხოვე შენი კუთვნილი საჩუქარი ნებისმიერ მაღაზიაში. საჩუქარი ყველას, კასტელ საქართველოსგან. კასტელ საქართველო, ძველი ქალაქის დღის ეთერის გენერალური სპონსორი. სავაჭრო ცენტრი 4-იანი გთავაზობთ სამზარეულოს, საძინებლის, აბაზანისა და შესასვლელი ავეჯის დამზადებას მაღალი ხარისხით, ნებისმიერი მასალით და დიზაინით, უმოკლეს დროში. სავაჭრო ცენტრი 4-яნის მესამე სართული, მისამართი ქუთაისი გუგუნავას 13, ტელეფონი 29 29 75 079 90 90 71 69. სამშენებლო კომპანია დიზაინ კომპლექსი გთავაზობთ საცხოვრებელ ფართებს განახლებულ აღმაშენებლის გამზრდზე. პალმების ხეივანში, კვადრატულ მეტრს $350-დან, ბენზინგასამართი სადგურის მოპირდაპირე მხარეს. შეიძინე ბინა დღეს და ისარგებლე უპროცენტო განვადებით 5 წლის მანძილზე. დაგვიკავშირდით 0431 26 32 32. სამშენებლო კომპანია დიზაინ კომპლექსი. ქალაქი მომხმარებელთა და მწარმოებელთა ადგილია. აირჩი და იცხოვრი. ძველი ქალაქი. FM 107.9. გრიფით საჯარო, ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს, ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები. გრიფით საჯარო, ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე. დაუბრუნდით ღია ეთერ, შეგახსენებთ რომ ეთერში გადაცემა გრიფით საჯარო, მე მის წამყვანილი კონაცვალაძე ვარ, ვსაუბრობთ მოსახლეობის ფორუმზე, რომელიც ქუთაისში მარტის თვეში უნდა გაიმართოს. შემოგვიერთდნენ მეორე ბლოკის სტუმრები, ქალბატონები ნათიანა მიჭეშვილი, თამარ ფაჩულია და ქალბატონი ნანული რამიშვილი, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და გვეწვიეთ სტუდიაში. მოდით ნათია თქვენგან დავიწყოთ. წელს ვისი მხარდაჭერით ხორციელდება ფორუმი, იმიტომ წინა ბლოკში ვისაუბრებთ უშუალოდ ფორუმის ისტორიაზე, მიზნებზე და 2010 წელს ჩატარებული ფორუმის შედეგებზე. წელს ვინ არის ფორუმის მხარდამჭერი? მეც ყველას მოგესალმებით. მოგახსენებთ, რომ ჩვენი ორგანიზაციის მიერ ინიცირებულ პროექტს მოსახლეობის ფორუმი სამოქალაქო ჩართულობისათვის მხარს უჭერს ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს და ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2012 წლის ივლის-ოქტომბერში ფონდმა დაქსელურმა პროგრამამ აღმოსავლეთი საზღვრებს გარეშე რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ჩაატარა ტრენინგ კურსები. ამ პროექტში 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა საქართველოს მასშტაბით და გარდა იმისა, რომ ჩვენ პროექტის ფარგლებში 3 ეტაპად დავესწარით სხვადასხვა ტრენინგებს ადვოკატირების, ლობირების, თემის მობილიზაციის და აი ასეთ თემებზე ჩვენ ამ ორგანიზაციიდან 10-ს მოგვეცა იმის შესაძლებლობა, რომ გაგვეზიარებია ჩეხური გამოცდილება, სადაც ვიმყოფებოდით სასწავლო ვიზიტით და გავეცანით ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და სამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთობას, იგივე თუნდაც მოსახლეობის ინტერესების დაცვის, სამოქალაქო განათლების, ახალგაზრდობის პრობლემების გადაჭრის საკითხებზე. ამის შემდეგ ფონდმა ღია საზოგადოება საქართველოს იგივე ორგანიზაციებისათვის გამოაცხადა მცირე საგრანტო კონკურსი, სადაც ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ და დაფინანსდა სწორედ ეს პროექტი მოსახლეობის ფორუმის სამოქალაქო ჩართულობისათვის. არჩევანი იმიტომ გაკეთდა სწორედ ამ თემატიკაზე, რომ ორგანიზაციასაც ჰქონდა ამის გამოცდილება უკვე როგორც წინა ბლოკიდან მაყურებელმა და მსმენელმა შეიტყო 2010 წლის გამოცდილება ჩვენ გქონდა საკმარისი და გარდა ამისა ჩეხური გამოცდილების გაზიარებითაც ვნახეთ, რომ მოსახლეობის ფორუმების პრაქტიკა ძალიან კარგად მუშაობდა და კარგ შედეგებზე გადიოდა და ამიტომ ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ ეს პროექტი სწორედ მოსახლეობის ფორუმებისთვის მიგვეწყო. თამარ, თქვენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ბრძანდებით და თქვენი ორგანიზაცია რეკომენდაციებს აძლევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში. თუ შეგიძლიათ განმარტოთ, რა პრობლემები არსებობს დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და მოსახლეობას შორის თანამშრომლობის საკითხებთან მიმართებაში?
მოგესალმებით, მივესალმები რადიო მსმენელს. პრობლემებთან დაკავშირებით ბუნებრივია მოგახსენებთ, რომ მიუხედავად დიდი მცდელობისა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე მოსახლეობისა, მაინც დიდია კომუნიკაციის პრობლემა, მე ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ ის რაც და მე მენიშნა, რაც ქალბატონ ალიკამ პირველ ბლოგში აღნიშნა, რომ ის გახლავთ პენსილვანიის შტატში და ეს რა ქვიან, მოკლედ დაფუძნებული, ანუ ეს იდეა მოდის იქიდან და ჩვენი მოქმედი კანონმდებლობაც, ანუ ეს გახლავთ ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, რომლის თანახმადაც პირდაპირ კანონშია გაწერილი, რომ მოსახლეობას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამ ფორუმების და ესეთი ტიპის ფორუმის ორგანიზება, რათა მოსახლეობამ უფრო მეტი გაიგოს თვითმმართველობის შესახებ, ხოლო თვითმმართველობას კი მჭიდრო კონტაქტი ჰქონდეს მოსახლეობასთან, იმიტომ რომ თვითმმართველობა თვითონ თავის თავში მოიცავს ცნებას, რომ ანუ ეს თვითმმართველობა და ადგილობრივი თვითმმართველობა ნიშნავს იმას, რომ და შექმნილია საჯარო დაწესებულება იმისათვის, რომ ეს ემსახუროს ხალხს. ბუნებრივია, ჩვენ უზრუნველყოფილი გვაქვს ეს ყველაფერი მოქმედი კანონმდებლობით და თუ კი კარგად და სწორად და რეალურად შესრულდება, ანუ თუ კი იქნება მსაობა თვითმმართველობისა, რისი მოკლედ გარკვეული წინაპირობაც ჩვენ წინა ბლოკში, გადაცემის წინა ბლოკში ვიხილეთ და შესაბამისად მსაობა ხალხისა, ვთქვათ, აი იმ პრობლემები თან იმ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომ ისინი ურთიერთობენ თვითმმართველობის თანამშრომლებს, ვფიქრობთ, რომ საკმაოდ კარგი შედეგები დაიდება როგორც ქალაქისთვის, ასევე მოსახლეობისათვის. ქალბატონ ნანული, თქვენ თუ ღებულობდით მონაწილეობას როგორც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ანუ თქვენ წარმოადგენთ განათლებათა სამყაროს ორგანიზაციას, თუ ღებულობდით მონაწილეობას 2010 წელს ორგანიზებულ ფორუმში და წლევანდელ ფორუმში რა არის თქვენი როლი და ფუნქციები? ჩვენ როგორც პარტნიორი ორგანიზაცია მიწვეული ვიყავით განათლების ქალაქ ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრში და გავეცანით პრიბალტიკის გამოცდილებას, სწორედ სამოქალაქო ფორუმის შესახებ ლიტვის გამოცდილება, თუ არ ვცდები, ლატვიის გამოცდილება, რომლებმაც ძალიან კარგად და ძალიან თვალნათლივ წარმოსახეს ძალიან ლამაზი შოუმით, რა ქვიან, სლაიდებით, პრეზენტაცია, თუ როგორ განხორციელდა მათ ქალაქში ჯერ და შემდგომ უკვე რეგიონის მასშტაბით. და ვფიქრობ, რომ ეს მოდელი ჩვენი ქართული საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოებისათვის ძალიან მისაღებია იმისათვის, მე ვთვლი, იმიტომ რომ ძალიან ეფექტური ფორმაა, ეფექტური მოდელია თავად სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისათვის, ასევე მათი ორგანიზაციული უნარის განვითარებისათვის და ერთობლივად იმ პრობლემების გადასაწყვეტად, რომელიც ეს სამოქალაქო ფორუმი გამოავლენს. ეს სამოქალაქო ფორუმი იმიტომ ყალიბდება და ჩვენც რომ მივიღეთ მონაწილეობა, ძალიან ბევრი პრობლემების გამოვლენა მოხდა ქალაქის მასშტაბით. უფრო მეტად მაინც წინა პლანზე იყო სამოსახული და განსაზღვრული სოციალური საკითხები იყო ეკონომიკური საკითხები, ჯანდაცვის საკითხები იყო, განათლების ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობაზე იყო გამახვილებული ყურადღება და ვფიქრობ, რომ აი წლევანდელი ფორუმი კიდე რომელიც უკვე დაფინანსებულია და უკვე თითქმის განხორციელების სტადიაში არის და მიდის უკვე აი ამ ფორუმის ფორმირება. ძირითადად არის დამოკიდებული მე ძალიან ხაზგასმით მინდა გაუსვა ხაზი თავად ფასილიტატორების საქმიანობაზე. იმიტომ რომ სწორედ აი ფასილიტატორებზე იქნება დამოკიდებული იმ პრობლემების დახვეწა, იმ პრობლემების განსაზღვრა, იმ პრობლემების კოორდინაცია კიდევ და გენერირება ამ პრობლემებისა, რა თქმა უნდა, ისევ სამოქალაქო საზოგადოების და წამოსული ეს ინიციატივები ადგილობრივი თვითმმართველობის, ესე იგი თანამშრომლებთან ერთად, რომ უშუალოდ ამ პროცესში იყვნენ ჩართულები სამოქალაქო საზოგადოება. თავიანთ პრობლემებს ისევ თვითონ უნდა განსაზღვრონ ეს პრობლემები და ამავე დროს თვითონ უნდა გადაჭრან კიდევ უშუალოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით. თქვენ ფასილიტატორები იქნებით ფორუმის მიმდინარეობის დროს. თუ ხორციელდება წინამოსამზადებელი სამუშაოები ფასილიტატორებისთვის, თუ არის ტრენინგ პროგრამა შემუშავებული, რომელიც ფასილიტატორებს ეს დაგეგმილია, მე როგორც ვიცი, ამ პროექტის იმ ფარგლებში განსაზღვრულია, იქნება ალბათ კიდევაც
სამუშაო შეხვედრები ფასილიტატორებთან. მე ცოტა ნაკლებ კი მაგს გარკვეული ვარ. აი ამ იმაში უფრო დეტალურად ალბათ პროექტის წამყვანი კოორდინატორები ისაუბრებენ ამაზე. მაგრამ მე ჩემი აზრი მაინც მინდა გამოვთქვა, იმიტომ რომ როგორც ვიცი, ძალიან სფეროების მიხედვით, როდესაც იქნება უკვე განსაზღვრა ამ ფასილიტატორებისა, აუცილებელია სწორედ აი მათ მიეწოდოს ის ინფორმაცია, მომზადება კიდევ პირველ სტადიაში ფასილიტატორებისათვის, თუ ვინ რომელ სფეროში იმუშავებს, რათა განხილული იყოს ამ სფეროში არსებული პრობლემები. თუ გვინდა ჩვენ რომ კარგად წარმოვაჩინოთ და განსაზღვროთ. ესე იგი, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 20 ფასილიტატორის შერჩევა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მოხალისეებრივ საწყისებზე ჩაერთვებიან ამ პროექტში, აუცილებლად განსაზღვრული იქნება მათი კომპეტენციები, ფასილიტაციის და ფასილიტატორის უნარებზე იქნება გამახვილებული ყურადღება და მათ გამოცდილებაზე გათვალისწინებული იქნება, თქვა წინა ფორუმში მიღებული გამოცდილება და ფასილიტატორების მონაწილეობაც. ასევე დაგეგმილია 2 დღიანი ინტენსიური გადამზადების კურსი ფასილიტატორებისთვის, სადაც ისინი კიდევ ერთხელ კონკრეტულად გაეცნობიან ფორუმის მეთოდოლოგიას, მუშაობის სტრატეგიებს, პრინციპებს და მას შემდეგ რაც საორგანიზაციო კომიტეტი საბოლოოდ განსაზღვრავს თუ რა მიმართულებებით მოხდება დაჯგუფება საზოგადოებრივი ჯგუფებისა, რადგან ფორუმი როგორც მოგეხსენებათ სხვადასხვა თემატიკაზე იქნება განხილული, ჩატარებული მცირე ჯგუფებთან. შესაბამისად, ფასილიტატორები კიდევ ერთხელ ინფორმირებული იქნებიან და მაქსიმალურად მათი კომპეტენციები იქნება მიახლოებული საჭიროებებთან და განსაზღვრული იმისთვის, რომ ფორუმმა დადასტურეთ ის შედეგი, რაც ჩვენ გვაქვს პროექტით დაგეგმილი. ეს საპროექტო წინადადებების განხორციელებას ვინ დაუჭერს მხარს ფინანსურად? ესე იგი, ჩვენი პროექტის მიზანია საბოლოოდ გარდა იმისა, რომ განხორციელდეს წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები, რომელიც ფორუმზე შემუშავდება, საბოლოოდ დაინერგოს ეს პრაქტიკა მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობის ჩვენს ქალაქში და აღნიშნულ პროექტებს ჩვენ დიდი იმედი გვაქვს და მიმდინარეობს უკვე ამაზე საუბარი ადგილობრივ თვითმმართველობასთან, რომ ისინი დაუჭერენ მხარს და მოხდება მათი მაქსიმალურად განხორციელება. ეს ალბათ 2014 წლის ბიუჯეტში. ხო, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ადგილობრივ ბიუჯეტში არსებობს გარკვეული მიმართულებები, სადაც გაჩნია რა ფორმის იქნება და როგორი იქნება ჩვენს მიერ წარდგენილი საპროექტო წინადადება. მოხდება მისი მხარდაჭერა. თამარ, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეების ჩართულობა იყოს მაღალი? თქვენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რას მიცნობთ, რა არის საჭიროება? პირველ რიგში ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მოქალაქეებს და მოქალაქეებმა უნდა დაინახონ საჭიროება, რომ თვითონ იყვნენ ჩართულები გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში. ეს მოქალაქეების საჭიროება გამოიკვეთება ამ ტრენინგების შესაბამისად ფასილიტატორების მიერ და შემდეგ მოხდება, ვთქვათ, ამ მოქალაქეების მიერ დასახელებული საჭიროებების მიტანა უკვე თვითმმართველობამ და ეხა ეს მოქმედი კანონმდებლობით ყველაფერი რეგულირებულია და შესაბამისად ვთქვათ შესაძლებელია ამის გაკეთება პეტიციის წესით. ასე რომ მე მაინც გამოვყოფდი პირველი პრობლემა ეს გახავთ და ანუ საშუალება ეს გახავთ მოქალაქეთა სამართლებრივი შეგნების ამაღლება. ძალიან კარგი, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის. სამწუხაროდ ჩვენი საერთო როა მოიწურა და მარტის თვეში, როდესაც ფორუმის გაუკეთება ორგანიზება ჩვენ კვლავ გავაშუქებთ ფორუმის შედეგებს და რეზულტატებს. მე მსმენელებს შევახსენებ, რომ ეთერში იყო გადაცემა გრიფით საჯარო, მე მის წამყვანი ილიკო ნაცვალაძე გახდეთ. საუბრობდით მოსახლეობის ფორუმზე, რომელიც ქუთაისში მარტის თვეში უნდა განხორციელდეს და ერთად შევიტანოთ საკუთარი წვლილი ჩვენი ქალაქის განვითარების საკითხებში. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის. მშვიდობებით არასკევამდე. ბედნიერ უქმეებს გისურვებთ. გრიფით საჯარო, ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს, ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები. გრიფით საჯარო, ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე.